ვარ სანდრო დიასამიძე 11 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, თამაში და კითხვა. მე მეორე თვეწერები ამ პროექტში და მას მერე ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. განსაკუთრებით ის შეიცვალა, რომ გავხდი უფრო ჭკვიანი და სხვადასხვა რამეზე აზრები შემეცვალა. კიდე ის მოხდა, რომ მაშინ მყავდა შეყვარებული, ეხლა კი არა. იმ გოგოს იმიტომ დავცილდი, რომ არ მინდოდა სხვას გაეგო ეს ამბავი. ახალი შეყვარებული მეყოლებოდა 3 წელში. ცოლს მოვიყვან, როცა ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქმევ ლადოს და ანის. ჩემს ცოლს დავარქმევ ისევ ბარბარეს. რაც უფრო დრო გავიდა, მით უფრო შემიყვარდა კითხვა. მე მგონია, რომ ეს არის წიგნების ბრალი. რამდენი წიგნით წავიკითხე, ყველა კარგი აღმოჩნდა. ჩემი საყვარელი წიგნია ჰარი პოტერი. ბავშვობიდან მინდოდა ვყოფილიყავი ჰარი პოტერი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჯადოქრობაზე. ჯადოქრობას ახლავს მაგიები და ამიტომაც გამოვა წიგნი საინტერესო. მე უკვე მაქვს თითქმის 50 წიგნამდე წაკითხული. ასე ცოტა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დროც არ მაქვს. ზაფხულში კი ვკითხულობ წიგნებს. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება სწავლაში, მაგალითად ინგლისურში, მათემატიკაში, რუსულში და ბუნებაში. რუსულის და ინგლისურის გარდა მინდა ვიცოდე იტალიური ენა. სახლში მაქვს ძალიან კარგი წიგნების ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკის დირექტორი არის დედიკო. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კლასელებიც და მასწავლებლებიც ძალიან კარგი მყავს. კეთილი და მეგობრულები არიან ყველანი. ახლა შევეცდები დავახასიათო რამდენიმე ჩემი კლასელი. ადრე სხვანაირები იყვნენ, ახლა კი შეიცვალნენ. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია სანდრო ქაჯაია. ყველაზე ცელქია ზურა გობაძე. ბევრი ჭკვიანი ვარ და ვერავის ვერ გამოვარჩევ. ყველაზე მშვიდია ანდრია ზოიძე. ყველაზე იმედის მომცემია ელენე ირემაცი. მე ვარ ყველაზე კეთილი, სიმპათიური, პერსპექტიული და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია რუსული. საყვარელი მასწავლებელია თათია კუჭაშვილი, რადგან ის არის კეთილი, მხიარული, უყვარს ჩემი კლასელები და არის ბედნიერი. ბედნიერი იმიტომ მგონია არის, რომ ყოველთვის შემოდის კლასში გახარებული და არა მოწყენილი. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი ან იუთუბერი. ექიმობა ადრეც მინდოდა, მაგრამ ახლა იუთუბერობაც მომინდა. იმიტომ რომ საინტერესო ვიდეოებს იღებენ და ბევრ ფულსაც აკეთებენ. იუთუბერის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ რამოდენიმეჯერ გადამიღია TikTok-ი. ძირითადად ვიღებ ნიღბებით სხვადასხვა ჩელენჯებს. ისე ხმაც კარგი მაქვს, გარეგნობაც კარგი მაქვს და ჩემი აზრით იუთუბერობაც გამომივა. ძალიან მიყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი მულტფილმია მინიონები. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, რადგან ვიმუშაო და მქონდეს ჩემი ხელფასი. ბევრი ფული რომ მქონდეს, უსახლკაროებს დაურიგებდი ფულს და ვინც რომელი ბებოებიც ვაჭრობს გარეთ და ბევრ ფულს ვერ იღებს, იმათაც დაურიგებდი ფულს. პირადად ჩემთვის ვიყიდით ერთ Mercedes C250-ს. მე ასევე მიყვარს ხატვა, ადრეც მიყვარდა, მაგრამ ჯერჯერობით ხატვაზე არ შევსულ ვარ. მე მგონია, რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო უკეთესად ვხატავ. ყველაზე ხშირად ვხატავ დასახლებულ პუნქტს, ქალაქს ან სოფელს. ჩემი საყვარელი ფერებია ყვითელი და ნარინჯისფერი. არ მიყვარს ყველაზე მეტად ვარდისფერი და იისფერი. იმიტომ რომ გოგოების ფერია. სახლში მაქვს ბევრი ნახატი და სიამოვნებით მოვაწყობდი გამოფენას. ამ გამოფენაზე ყველაზე საპატიო სტუმარი იქნება ერთი გოგო, რომელიც სახელს და გვარს არ დავასახელებ. სახლში ვცხოვრობ მე, დედა და მამა. მინდა მყავდეს ერთი პატარა ძმა. მამიკო არის კეთილი, მშვიდი, სიმპათიური და მხიარული. კარგი კაცია და ძალიან მყავს დედიკო. დედა ჩემი არის კეთილი, მხიარული, ლამაზი და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია პიცა.
ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ღვეზელს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაერთიანებ საქართველოს. ადრე მინდოდა ბოროტი ადამიანების გაქრობა. ყველა ბოროტ ადამიანს ვერ გავაქრობ, ამიტომ ჯობია საქართველო გავაერთიანო. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს სისწრაფის სუპერძალა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყოველთვის სადღაც ვაგვიანებ. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას, რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, მე ძალიან მიყვარს კომპიუტერული თამაშები. ესენია Car Parking, Brawl Stars ან სხვა. ჩვეულებრივი თამაშებიდან ყველაზე მეტად მიყვარს მგელობალა გაშეშობალა. ჩემი ნება რო იყოს, აუკრძალავდი და მალობანას, რადგან შეიძლება ბავშვი დაიკარგოს. ჩემი ოცნების საჩუქარი არის, რომ მაჩუქონ ახალი ტელეფონი, რადგან ძველი უკვე ძალიან დაძველდა. ბედნიერება არის, როცა არის შენი ოჯახის წევრები გახარებული და შენ თვითონაც გახარებული ხარ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.